მეგობრებო, მოგესალმებით. ვინაიდან თქვენი მხრიდან იყო საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება ჩემს წინა ვიდეოზე, რომელშიც ვისაუბრე ზოდიაქალური სისტემით ივლისისთვის ტენდენციებზე, ვერძი, კურო, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. განსაკუთრებული აქტიურობა მოყვა ვიდეოს TikTok პლატფორმაზე, თუმცა მე ჩემს ჩანაწერებს ვაზიარებ ხოლმე როგორც წესი Facebook-ზე, YouTube-ზეც, თუ ძალიან მოკლე rilsi არ არის, Instagram-სა და TikTok-ზე, მოკლედ ყველა სოციალურ პლატფორმაზე ვცდილობ რომ ვიყო აქტიური, თუმცა ამ ბოლო ჩანაწერმა, როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია TikTok პლატფორმაზე, ამიტომ მე ვაგრძელებ ამ ვიდეო ჩანაწერების სერიას და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ივლისის თვის ტენდენციები, სიახლეები უკვე მომდევნო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის და ესენი არიან კირჩხიბები, ლომები და ქალწულები. და მოდით ვნახოთ რა სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში კირჩხიბებო, ლომებო და ქალწულებო ივლისის თვეში. რა სიახლეები გელოდებათ? როგორც წინა ვიდეო ჩართვის დროს, ახლაც კონკრეტულ თემას, სფეროს, ასე ვთქვათ, ცხოვრების ოლს არ ვაკონკრეტებ, ვნახოთ ზოგადი ტენდენციები ივლისისთვის. კირჩხიბები, ლომები და ქალწულები. ამოვიღებ ორ კარტს, ორ არკანს და შემდგომ უკვე ვისაუბრებ რიგითობით, რას გთავაზობთ ივლისის თვე და როგორ ხედავს ტაროს სამყარო თქვენთვის ივლისის თვის სიახლეებსა და ტენდენციებს. პირველი ორეული კირჩხიბები, კირჩხიბებისთვის ივლისისთვის ტენდენციები, ლომები, ივლისისთვის ტენდენციები, სიახლეები და ქალწულები. რა გელით ქალწულებს ივლისის თვეში, რა ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში ივლისის თვეში. სანამ უშუალოდ გადავიდოდე პროგნოზებზე, ჩემი თხოვნა იქნება უკავშირისთვის, ენერგობალანსისთვის, ასევე ვისაც გაინტერესებთ ჩემი კონტენტი და დაინტერესებული ხართ ჩემი განახლებებით, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, პროფილი, არხი, სადაც შემოგხვდებათ რომელ სოციალურ პლატფორმებზეც შემოგხვდებათ ჩემი ვიდეო ჩართვა. ასევე დაალაიქეთ, გააზიარეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარებში თქვენი უკავშირი, თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, თქვენი შთაბეჭდილებები, რა მოვა თქვენთან ახლოს, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. ყველანაირ, ასე ვთქვათ, უკავშირს მივიღებ თქვენგან. მე ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე თქვენს კომენტარებს და ვცდილობ, რომ პასუხიც დაგიბრუნოთ, გამოვხატო ყურადღება იმის ნიშნად, რომ წავიკითხე თქვენი კომენტარი და არ დამრჩით, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა და მოდი ახლა ვნახოთ კირჩხიბების ივლისის თვე. რა სიახლეებს გთავაზობთ ივლისი კირჩხიბებს? კირჩხიბების ივლისის თვე. კირჩხიბებისთვის ივლისის თვე ჩაივლის საკმაოდ ტრანსფორმაციულად. ეს თვე იქნება კირჩხიბებო თქვენი სიძლიერის, თქვენი კომპეტენტურობის, თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი გამძლეობის გამოცდის თვე, რა დროსაც თქვენ გამოიჩენთ შინაგან სიმტკიცეს, ძალას, ენერგიულობას და ისეთ სიხისტესაც, როგორცაც არ ელიან თქვენგან თქვენი გარშემო მყოფები. ტრანსფორმაციული თვე იქნება იმ თვალსაზრისით, რომ რამაც მოჭამა თავისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ამოწურა თავისი თავი, აღარ ემსახურება ის თქვენს წინსვლას, თქვენს განვითარებას, თქვენს კეთილდღეობას, ეს უნდა დაინგრეს და გავიდეს თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი დრო და სივრცე უნდა გამონთავისუფლდეს იმისთვის, რომ რაღაც ახალი დაიწყოს, რაღაც ახალი ენერგია შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.
არკანი კოშკი ამოდის კვერთხების ხუთიანთან ერთად, რაც მესაუბრება სწორედ იმაზე, რომ ეს ტრანსფორმაციული თვე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციებთან, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გეჯიბრებიან, თითქოს კონკურენციაში გიდგებიან და ცდილობენ, რომ გაჯობონ რაღაც კონკრეტულ ცხოვრებისეულ ასპარეზზე. ეს თითოეული თქვენგანისთვის, თითოეული კირჩხებისთვის, რა თქმა უნდა, იქნება ინდივიდუალური, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი სფერო, სამსახურებრივი ასპარეზი, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს სამეზობლო სანათესაო თემატიკა, ვიღაცისთვის ოჯახის უფრო შიდა წრის გავლენებისთვის ბრძოლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ცხადია, რომ ამ თვეში თქვენ ამ პერიოდს გაივლით, ეს ყველაფერი, რაზეც უკვე ვისაუბრე, რაც თქვენს ცხოვრებას ამძიმებს და გირთულებთ ყოფას დაინგრევა, სივრცე და დრო გამონთავისუფლდება, როგორც აღვნიშნე, რაღაც ახლისთვის, უფრო საჭიროსთვის, უფრო ღირებულისთვის და უფრო სასარგებლოსთვის თქვენთვის, ვიდრე ის ყველაფერი, რაც ეხლა ხდება თქვენს რეალობაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამ თვეში, უფრო სწორედ მომდევნო ივლისის თვეში გამოიჩენთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმამაცეს, მოიკრებთ ყველა თქვენ რესურსს, რათა ის სიტუაციები, ან ის ადამიანები, რომლებიც ამძიმებენ თქვენს ყოველდღიურობას და აღარ ემსახურებიან თქვენს წინსვლას, ერთხელ და სამუდამოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. აი, ესეთი არკანები ამოდის. არკანი კოშკი კვერთხების ხუთიანთან ერთად, რაც საუბრობს სწორედ იმ ტრანსფორმაციულ პერიოდზე, რომელზეც ვისაუბრე ახლა მე თქვენთვის. ასეთი გახდათ კირჩხიბების პროგნოზი, ჩემო მეგობრებო, და მოდით გადავიდეთ ლომებზე. ლომებისთვის ივლისის თვე. ოლალა. ლომებს მშვენიერი ივლისის თვე გექნებათ, ჩემო მეგობრებო. ამოდის ემოციური კმაყოფილება, სისავსე, კეთილდღეობა, ოჯახური და ფინანსური კეთილდღეობა, ბედნიერება, პარტნიორულ თემებში, თუ კი არა ყველასთვის, მაგრამ რიგი ლომების შემთხვევაში, ვისთვისაც პარტნიორული ურთიერთობა არის აქტუალური ცხოვრების ამ ეტაპზე, გამართლება, იღბალი და ასე ვთქვათ, სისავსე, ენერგეტიკული სისავსე და სიძლიერე გელით პირად პარტნიორულ ურთიერთობებში. პლანეტა ვენერა ამ შემთხვევაში ნამდვილად გწყალობთ და თავის მფარველ ძლიერ კალთას გაფარებთ. ეს იქნება როგორც ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი, წარმატებული და სავსე თვე, ასევე პირად პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან სტაბილური, შვიდი, ბედნიერი ენერგიებით გაჯერებული თვე, როდესაც თავს იგრძნობთ ნამდვილ, ასე ვთქვათ, დედოფლად, ქალბატონი ლომების შემთხვევაში, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ნამდვილ მეფედ. თქვენ ხომ ეს სტატუსი ლომებს ძალიან გიყვართ, მოგწონთ და გაფრთოვანებთ, ხომ? ნამდვილად ეს თვე იქნება ბედნიერების მომდანი თქვენთვის, სისავსის, სილაღის, სიყვარულის, ფინანსური კეთილდღეობისა და ოჯახური, ასე ვთქვათ, ბედნიერი თანაცხოვრების. ან ვისაც ჯერჯერობით არ გყავთ ოჯახი, მაშინ შესაძლებელია პირად პარტნიორულ ურთიერთობებში გამოჩნდეს ისეთი ადამიანი ივლისის თვეში, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ და რომელიც შესაძლებელია გახდეს თქვენი მომავალი პარტნიორი, ერთგული, გვერდში მდგომი მეუღლე და თქვენი ოჯახური ბედნიერების, ასე ვთქვათ, გარანტი. აი, ასეთი დადებითი პოზიტიური ენერგიები ამოვიდა ლომებისთვის, ივლისისთვის ტენდენციებთან დაკავშირებით და მოდით ვნახოთ ქალწულები. ქალწულების ივლისის თვე. ქალწულებს ივლისის თვეში გელოდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც რა თქმა უნდა მიიღებთ საკმაოდ ისეთი ცივი, ლოგიკური
აზროვნების შედეგად და თქვენ ეს არ გიჭირთ ზოგადად და როგორც წესი ქალწულებს არ გიჭირთ ესეთი გადაწყვეტილებების მიღება, სადაც თქვენი ცივი, რაციონალური, ლოგიკური აზროვნება, თქვენი მჭრელი გონება საკმაოდ გიწყობთ ხელს, შესაბამისად ამ მომდევნო თვეში, ივლისის თვეში თქვენ სწორედ ასეთი გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, რომელსაც ხმლების ტუზის სიზუსტით და ასე ვთქვათ, ცივი რაციონალური ენერგიით საკმაოდ წარმატებულად გადაწყვეტთ. ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ისეთი სიტუაციებიდან, ისეთი სოციუმიდან, ან ისეთი სამეგობრო თუ საურთიერთობო კოლეგიალური, თუნდაც კოლექტივიდან გასვლასთან იყოს დაკავშირებული, ისეთი სიტუაციიდან გასვლასთან, რომელიც თქვენ ემოციურად, შინაგანად აღარ გავსებთ, აღარ გყვებავთ. შესაბამისად, ის ერთგვარი ემოციური თუ მენტალური ბლოკები, რომლებიც ხელს გიშლიდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რაღაცნაირად მომდევნო თვეში, ივლისის თვეში ეს ენერგეტიკული შემზღუდველი გარემოებები და რწმუნებულებები იშლებიან, სუსტდებიან და თქვენ თითქოს მთელ თქვენს რაციონალურ მენტალურ ენერგიას იკრებთ და იღებთ სწორედ აი ასეთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ივლისის თვე აი ასეთი თასებისრიანი ამოდის. თქვენ თითქოს რაღაცა კონკრეტული მოცემულობიდან გადიხართ და ამაში გეხმარებათ თქვენს მიერვე საკუთარი ძალებით, ასე ვთქვათ, და საკუთარი გონებით მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ივლისის თვე იქნება სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღების და გარემოებების შეცვლის თვე და ეს იქნება თქვენი პირადი არჩევანი, თქვენი პირადი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უკვე საფუძვლად დაედება რაღაცა მთელი რიგი გარემოებების შეცვლას თქვენს ცხოვრებაში, რასაც რა თქმა უნდა მომდევნო თვეების განმავლობაში შეიგრძნობთ და გააცნობიერებთ. აი ასეთი გახლდათ ივლისის თვის პროგნოსტიკა კირჩხიბების, ლომებისა და ქალწულებისთვის. დამიწერეთ თქვენი კომენტარები, რა მიგენიშნათ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, ასევე ენერგობალანსისთვის გააზიარეთ და მოიწონეთ ვიდეო, ხოლო ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდი, ჩემი TikTok თუ YouTube არხი, გამოიწერეთ, რათა არ გამოგრჩეთ შემდგომი განახლებები. დროებით შეხვედრამდე.